მოგესალმებით. მოგესალმებით ასევე. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ცოტნე დადიანი, მე გინეკოლოგი ჟორდანია სამედიცინო ცენტრიდან და ასევე ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში მეანობის და ბაზისური საგნების. ასევე მინდა გაგაცნოთ ნიკო ქორიძე, მე გინეკოლოგი ჟორდანია სამედიცინო ცენტრიდან, რა თქმა უნდა, ასევე მოწვეული ლექტორი არის რამდენიმე უნივერსიტეტში ასევე და PhD-ის სტუდენტი, ძალიან საიმედო კარგი კოლეგა და მეგობარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე მე და ცოტნე სულ ერთად ვართ, ძირითადად ერთად მუშაობთ, ერთმანეთის იმედი და ხარში დგომა და მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სფეროში, როგორც მეანობაა და დღეს ვეცდებით, რომ ბევრ საინტერესო თემას შევეხოთ ორსულობის ირგვლივ, ძირითადად ჩვენი მსმენელები ალბათ ორსულები, ან ისეთი ქანები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ალბათ ასეთი მსმენელები გვეყოლება. კი ბატონო, და ის შეკითხვები ხოლმე მე და ნიკო აქტიურად ვერთვებით ხოლმე ამ მშობელთა სკოლის კურსებზე, ესე რომ ვთქვათ, და იქ ძალიან ბევრი კითხვა იბადება ხოლმე და ეხა შევეცდებით, რომ ის კითხვები რაც არის ხოლმე, შევაჯამოთ, ესე რომ ვთქვათ, და ის ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ორსულობაში ძალიან ბევრს აქვს ხოლმე ის ფიქრი და დამოკიდებულება, რომ ორსულობა არის რაღაც დაავადება, მაგრამ ჩვენ პირველ ვიცით ხოლმე ორსულებს ყოველთვის იმას ვეუბნებით, რომ ორსულობა არ არის დაავადება, ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ეტაპი, რომელსაც ჭირდება ინფორმირებულობა, ექიმთან მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა, რომ ის სწორი ინფორმირება და რეკომენდაციები, რაც აუცილებელი არის ორსულობის პერიოდში, გაიცეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხოლმე ორსულებს აქვთ ის რაღაცა შიშის ფაქტორები, რომლებიც აი ეს შიში მერე არასწორ გადაწყვეტილებებს აღებინებთ ხოლმე. აი მინიმუმ 8 ვიზიტი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა და საქართველოშიც ჩვენი სახელმწიფო პროგრამა არსებობს ორსულთა მეთვალყურეობის, რომელიც 8 ვიზიტისგან შედგება. არ აქვს მნიშვნელობა პირველი ორსულობა თუ განმეორებითი. და ნუ დამატებით მდგომარეობის მიხედვით თუ რამე გართხუნებაა, ხო? და აი ეს მშობელთა სკოლა ვახსენეთ და მაგაზეც ვთქვათ ბარემ, რომ მშობელთა სკოლაში ვასწავლით, ვართ პედაგოგები, სადაც ვსაუბრობთ ორსულობის გარშემო ძირითად მშობიერობაზე. მე და ცოტნეს მიყვავს ერთ-ერთი კურსი, ძალიან საინტერესო და სახალისო არის ხოლმე და ამიტომ ყველას ურჩევთ, რომ ჩაეწერონ, იმიტომ რომ აქ ფორმატი არ გვაძლევს ამდენ საშუალებას, რომ მაგდენი ვილაპარაკოთ და იქ კურსზე ბევრად დეტალური არის ეს ჩვენი პრეზენტაცია და პაციენტებსაც ბევრი კითხვები აქვთ ხოლმე და ძალიან მოკლედ რა თქმა უნდა და მათი ჩართულობა ეს კიდევ უფრო მეტ კარგ გამოსავალს და ინფორმირებულობასთან მივყავართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მამებიც ძალიან აქტიურად არიან ხოლმე, რა ქვია, ჩართულები და ძალიან ბევრი კითხვები აქვთ ხოლმე რა. და რახან ამას შევეხეთ, პირველი კითხვა, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ აი რამდენად მნიშვნელოვანი არის მამების ჩართულობა უშუალოდ ორსულობის პერიოდში და განსაკუთრებით მშობიარობის დროს. ნუ ადრე სადღაც 20 წლის წინ რო აიღეს კვლევა ჩაატარეს, რამდენი კაცი ესწრებოდა საქართველოში რა, თორედ სკანდინავიის ქვეყნებში თითქმის 100% არის ჩართულობა მამების და საქართველოში 5%-იც არ იყო, მით უმეტეს ვინც მშობიარობას ესწრებოდა რა. და უკვე სადღაც 2018 წელს ჩაატარდა თუ არ ვცდები კვლევა, გამოკითხეს მამები და თითქმის 70% იყო უკვე დასწრება და დღემდე ეს პროცენტი იზრდება. იმიტომ რომ ყველამ მიხვდა მამის იქ დასწრების მნიშვნელობას რა. ნუ ორსულობის პერიოდშიც აუცილებლად ვიზიტებზე უნდა დაყვებოდეს პარტნიორი, მეუღლე, იმიტომ რომ ჯერ ჩართული იყოს ამ პროცესში, კარგად გაიაზროს თავის პასუხისმგებლობაც და თავის მეუღლეს, დედას დაეხმაროს მაგალითად დანიშნულების შესრულებას, სწორ შესრულებაში, ან რეკომენდაციების, ან რამე კვლევა არ გამორჩეთ, რამე საყურადღებო ნიშნები, ან ყველა ეტაპზე, ყველა პროცესში ჩართული უნდა იყოს და მერე, რა თქმა უნდა, მშობიარობის დროსაც აუცილებლად იქ უნდა იყოს და ნუ თუ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც აი ეს რაღაცა სამედიცინო ამ სტრესულ სიტუაციაში მით უმეტეს შენი მეუღლე რომ მშობიარობს, შეიძლება ძალიან რთული იყოს და ვერ გაძლევონ, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევებში არ გვაქვს საუბარი, თუმცა როდესაც ეს შეუძლიათ,
ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს მშობიარობები უფრო ნაკნები ჩარევებით, ნაკნები გართულებით მიმდინარეობს ხოლმე. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ მოვუწოდებთ რომ მამებიც იქ იყვნენ ყველაზე მაგარ მომენტს შენი შვილის დაბადებას ესწრები და ჩართული ხარ ფოტოს გადაიღებ ხარ შუამავალი შენს ცოლსა და ექიმებს და მედპერსონალს შორის რაღაცა დაჭირდეს, რა ვიცი, ნებისმიერი 1000 რაღაც არის, რაც შეიძლება საჭირო გახდე და ამიტომ კი და ჯობია რომ იქ იყო რა. დავამატებდი რომ ეს შენი რა საუბრიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს სამეცნიერო მტკიცებულება არის იმისა რომ მამების ჩართულობა მნიშვნელოვნად ამცირებს მაგალითად გართულებების და თვითონ მშობიარობის ხანგრძლივობასაც მნიშვნელოვნად ამცირებს რომ შეადარეს ეს ორი კოჰორტა ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის მამების ჩართულობა. ხო, ну, ამიტომ აუცილებლად მამებო დაესწარით მშობიარობას, რაღაცა ესეთ უნიკალურ მოვლენასთან გექნებათ საქმე და მე ჭიპლარსაც ვაჭრევინებთ ხოლმე თუ სურვილი აქვს რა თქმა უნდა. და კიდე ამ სხვა თემებს რომ მივყვეთ, მაშინ ვისაუბროთ მშობიარობის დაწყების პირველ ნიშნებზე. აი რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ რომ დაიწყოთ მშობიარობა. კი ბატონო, ეს კითხვა ალბათ ყველა ორსულს აინტერესებს, მით უმეტეს პირველად ორსულებს ყოველთვის ამ შეკითხვით და მოლოდინით არიან რომ რას უნდა ველოდოთ, რა არის ის პირველი ნიშნები რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში პირველს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფ რომ ეს არის საშუალოსნოს შეკუმშები რომლებიც უნდა იყოს აუცილებლად რეგულარული პლუს ამას შეიძლება იყოს ამნიონური სითხის ანუ სანაყოფე სითხის დაურა შეიძლება იყოს ნაადრევად ასევე ეწოდება bloody show ესე რომ ვთქვათ ეს არის სისხლოვანი ლორწოვანი რა ქვია გამონადენი ამ შემთხვევაშიც რა ქვია შეიძლება რომ ჩაითვალოს რაღაც ნიშნად ესე რომ ვთქვათ და ხო ნუ გამონადენი რო ექნებათ მაშინვე გამოსაქცევები ხო არა რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ექიმთან ეშინიათ ხოლმე რომ აი ლორწოვანი საცობი ჩამომივარდა და აი მე დამეწყო და რაღაცა რა თქმა უნდა ხო ამიტომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან ინფორმირებულობა და ხო ერთ-ერთი პირველი ნიშანი უბრალოდ რომ რაღაცა პროცესი იწყება, ყენი მწიფდება და მე აუცილებლად მეანმა უნდა გასინჯოს ეს პაციენტი და რა თქმა უნდა ის რაც მეანი ამას საზღვრავს უკვე კლინიკურად ეს არის პროგრესირებადი საშუალოსნოს ყელის დილატაცია რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველესი მაინც ალბათ საშუალოსნოს შეკუმშვები, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად რეგულარული, მინიმუმ 1 საათი და მინიმუმ 1 შეკუმშვა 10 წუთში, რომ ეს ჩაითვალოს ესეთი ორსული უკვე ამ მშობიარობაში. ხო, რომ უკვე ნუ გასასინჯია მინიმუმ და დიაგნოსტიკა მოხდეს ყელის სტრუქტურის, ხო? აი არის ხოლმე მაგალითად რომ ელოდება ორსული რომ აი როდის დაიწყება ის სამშობიარო ადკიულებიან რაღაც ნიშანი, მაგრამ არის ხოლმე როცა ვადაგადაცილებისკენაც მიდის ორსული. აი ამაზე რომ ვესაუბროთ მაყურებელს რას ნიშნავს და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს. ვადაგაცილებულ ორსულობაზე სანამ ვიტყვი, ვადებს განსაზღვრავს ზუსტად რა არის ნაადრევი მშობიარობა, რა არის დროული და რა არის შემდგომ უკვე ვადაგაცილებული. ანუ არსებობს დღენაკლნი მშობიარობა ნაადრევი 37 კვირამდე, არსებობს დროული 37 კვირიდან 42 კვირამდე და 42 კვირიდან უკვე ვადაგაცილება. და 51 კვირიდან არის გვიანი დროული. და ამიტომ უკვე ესეთ საყურადღებო მომენტია და მთელი მსოფლიო მოგვიწოდებს რომ ამერიკაც, ევროპაც რეკომენდაციები არსებობს რომ 51 კვირიდან უკვე უნდა დავიწყოთ სამშობიარო მოქმედების ინდუქცია, ანუ აღძვრა და აღარ გადავაცილოთ ბევრად მეტად 51 კვირას, რომ ავირდოთ თავიდან მოსალოდნელი გართულებით. 42 კვირის მერე დაახლოებით მსოფლიოში სტატისტიკა არის ასეთი რომ მშობიარობს 1%-მდე და 51 კვირის მერე სადღაც 5% ეს არის სტატისტიკა რომელიც ალბათ საქართველოს დაახლოებით ესე იქნება ზუსტად არ არის დათვლილი თუმცა მგონია რომ სადღაც მანდ არის რა და ძირითად შემთხვევებში არის მიზეზი ვადის არასწორი გამოთვლა ჩვენ პრაქტიკაშიც ასე ყოველთვის ველოდებით თუ რამე მიზეზით რამე პათოლოგიის გამო უფრო ადრე არ გვიწევს დამთავრება
ორსულობის 51 კვირიდან უკვე პაციენტი მოდის კლინიკაში, რჩება და ვიწყებთ ინდუქციას, რომ უახლოეს დღეებში, 1-2 დღეში უკვე იმშობიაროს. კი ბატონო. დღეს უკვე კიდე ამასაც დავამატებ, რომ სოფლიოში წამოვიდა საუბარი გეგმიურ მშობიარობაზე 39 კვირის მერე. ანუ ინდუქციას იწყებენ 39 კვირაზე, მოსაოდნელი გართულებების თავიდან ასარიდებლად. არის ასეთი პრაქტიკაც, პრეეკლამსიის, დიდი ნაყოფის და სხვა გართულებები რომ ავირდოთ თავიდან. მიმართავენ ინდუქციას გეგმიურად 39 კვირაზე. და რო შეადარეს მე სტატისტიკურად გართულებები მაგალითად ან საკეისრო კვეთის საჭიროება და ასე შემდეგ არ იყო განსხვავებული იმ პაციენტებთან შედარებით, რომელსაც 51 კვირაზე ჩაუტარეს აღძვრა. და ამიტომ ნელ-ნელა შეიძლება მომავალში ვიხილოთ, იმიტომ რომ სამეანო პრაქტიკაში ძალიან ხშირად იცვლება ხოლმე მართვის ტაქტიკა, გაიდლაინები, ყოველდღიურად რაღაცა ახალ-ახალი ინფორმაციებია და შეიძლება მომავალში უფრო მაკეთკენ წავიდეს მსოფლიო, რომ უფრო ადრე დავიწყოთ აღძვრა და აღარ დაველოდოთ მაგალითად 51 კვირას. კი ბატონო. 42 კვირასთან ახლოს რომ მივდივართ ვადაგაცინებისკენ, მერე იზრდება უკვე ტრაუმული მშობიარობის, მკვდრაჩობადობის და ასე შემდეგ, ანუ რთული გართულებების გართულებები, კი ბატონო. ხო, შემდეგი თემა არის ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა, ეს ერთ-ერთი, ყველაზე აქტუალური საკითხია და ძალიან მომატებულია მოთხოვნით საკეისრო და აი რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით. ყველაზე გავრცელებული შეკითხვა არის ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრ ორსულცხოვლმე აქვს იმის შიში, რომ ვაგინალური მშობიარობა არის რაღაც შიშებთან ასოცირებული და ძალიან ბევრ გართულებებთან, მაგრამ ასეთი პირდაპირ რეკომენდაცია არის ძალიან რთული, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არის ინდივიდუალურად კლინიკურ შემთხვევაზე, მას ორსულს აქვს თუ არა რაიმე ჩვენება, მაგრამ ისა რა ქვია, მაგალითად საკეისრო კვეთის და მსოფლიო ჩანადის ორგანიზაცია განმარტავს კიდევაც, რომ საკეისრო კვეთა არის სიცოცხლის გადამრჩენი ოპერაცია, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის უშუალოდ იმ კლინიკურ შემთხვევაზე, მდგომარეობაზე და რაიმე მას ორსულს აქვს თუ არა ამის ჩვენება, რა თქმა უნდა. მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ვაგინალურ მშობიარობას ენიჭება უპირატესობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის მეაგინეკოლოგთა ასოციაციას და ბრიტანეთის როიალ კოლეჯიც განმარტავს იმ გართულებებს და რისკ ფაქტორებს, რომელიც არის მაგალითად თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი, საკეისრო კვეთის შემთხვევაში, პლუს ამას ინფექციები, პლუს ამას ქირურგიული ჩარევების ალბათობის გაზრდილი რისკი, ამასთან ერთად შემდგომ ორსულობაშიც გარკვეული რისკები ახლავს თან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის, ალბათ ორსულთან უნდა მოხდეს ამის ინფორმირებულობა, რომ ის შიშით გამოწვეული რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება არ გახდეს გამოსავალთან მოკლედ არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ესე რომ ვთქვათ რა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, რომ უპირატესობა ვაგინალურ მშობიარობას ენიჭება და კიდევ ერთხელ გავმარტავ, რომ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად თვითონ ორსულთან ერთად ამის ინფორმირებულობა და ამ საკითხის მოკლედ გავლა. რომ ავირდოთ მაქსიმალურად არის არასწორი წარმოდგენები, არასწორი ინფორმირებულობა პაციენტის და გაუაზრებელი შიშები, ხო? იმიტომ რომ რაღაცა არასწორი ინფორმაცია აქვთ რა, ზოგადად ჩვენ თუ დავალაპარაკებით ავხსნით რა გართულებები შეიძლება მოყვეს საკეისროს, რა შეიძლება იყოს მშობიარობის დროს, პაციენტმა შეიძლება აირჩიოს, ხო? აქ ეთიკური საკითხი დგება, იმიტომ რომ ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს საკეისრო კვეთით მშობიარობა, თუმცა ეს უნდა იყოს ინფორმირებული, ანუ დეტალურად უნდა გავიაროთ ყველანაირი გართულება, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში და მერე პაციენტმა თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაადასტუროს რა ეს ხენის მოწერით.
ამიტომ ექიმების სამუშაო ძალიან ბევრი და პაციენტებზე არის ძალიან ბევრი სამუშაო, იმიტომ რომ გარშემო ყველას ყავს ძირითადად პაციენტები, ვინც საკეისრო კვეთა გაიკეთეს, რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში მთავრდება გართხუნების გარეშე, მანევე აქტიურდებიან და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა იცოდნენ ის სერიოზული გართხუნებები, რაც შეიძლება ყველაფერს მოყვეს, ხო, იმიტომ რომ დავამატებდი ასევე სწრაფი რეაბილიტაცია, ხო, რა თქმა უნდა, რა მშობიარობის ვაგინალური მშობიარობის შემდგომ ყველაზე ალბათ ისეთი უპირატესი არის სწრაფი რეაბილიტაცია და ფილტვების მხრივ დისტრესის განვითარების რისკის რა ქვია შემცირება, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი ხო, ის ფაქტორი შეიძლება საკუთარ თავზე და ბავშვზეც უნდა იფიქრონ. რა თქმა უნდა. ალვეონებში არის სითხე, რომელსაც მშობიარობის დროს ეს მშობიარობის პროცესი გამოდევნის ამ სითხეს და საკეისრო დროს უცბად ამოყავს, მომზადებენი, ანუ ეს ყველა პროცესები არ გაუნია და გარდამავალი ტრანზიტორული ტაქიპნოა ემართებათ, რამდენიმე საათი შევა მართვით სუნთქვაც კი დაჭირდეთ. ანუ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რა თქმა უნდა. მართალი ხარ ცოტნე და რა ვიცი, ანუ ყველანაირად დეტალურად ყველა მოსავლიანი გართუნება უნდა ავხსნათ, იმიტომ რომ იცის ერთი მეგობრის გამოცდილება, რომ საათობით მშობიარობ და დავიტანჯე რაღაცა ასეთ ისტორიებს ისმენს და მეორე რომ საკეისრო აი მივედი გეგმიურად, გამიკეთა საკეისრო, თუმცა იმაზე არ ფიქრობენ მომავალში, თან შევა მეორე ბავშვზეც არ ფიქრობდნენ და იმაზე უკვე აღარ ფიქრობენ მომავალში მეორეჯერ დაურსულდებიან რამხელა რამდენად დიდი გართხუნება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, მაგალითად პლაცენტის პათოლოგიური ჩაზრდა ნაწიბურში, პლაცენტის წიმდებარეობა, საშუალო ზონის გახევა და ასე შემდეგ, ანუ ურთულესი სიტუაციები, რაც საკეისრო არ გაკეთებინათ, საერთოდ არ ექნებოდათ, ხო? ნაწიბურის ორსულობა კიდე ერთ-ერთი სიცოცხლისთვის ძალიან საშიში ესეთი სერიოზული მდგომარეობა. ამიტომ ამ ყველაფერზე უნდა იფიქრონ, რა თქმა უნდა, ადრეულ და შორეულ გართულებებზე. კარგი, რახან შევეხეთ საკეისრო კვეთას და მის ჩვენებებს, გამომარტოთ რა არის საკეისრო კვეთის ის ჩვენებები, რა შემთხვევაშიც ვაწარმოებთ ხოლმე აი ამ საკეისრო კვეთის ოპერაციას. ხო. და საკეისრო კვეთის გართულებებზე რო ვსაუბრობთ და რო ვიძახით რომ უნდა ავირიდოთ თავიდან, ვსაუბრობთ რა თქმა უნდა მოთხოვნით არასაჭირო საკეისრო კვეთაზე ზოგადად რა. აი ესეთი ჩვენებებით, როდესაც რეალურად არ ეკუთვნის პაციენტს, თუმცა არსებობს რა თქმა უნდა ჩვენებები, რა დროსაც სიცოცხლის გადამრჩენელია როგორც ახსენე და აუცილებლად უნდა დამთავრდეს, სხვა გზა არ არის, ხო? აი მარტო ესეთ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს საკეისრო. და თან იმ თემასთან დავამატებ, რომ დღეს 21 საუკუნეში თემი განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, რომ ოპერაცია დაიყვანონ ყველაზე მინიინვაზიურ ტექნიკამდე, რობოტული ქირურგია, საქართველოშიც უკვე დაინერგა წარმატებით, ძალიან პატარა განაკვეთით, უზუსტესი მოძრაობით და ასე შემდეგ და საკეისრო კვეთას რა თქმა უნდა ვერ ჩაატარებ ისე რომ თნიანი მუცელი არ გახსნა, აი ყველა ოპერაცია უკვე გადასულია მინიინვაზიურზე, რობოტულზე, ლაპარასკოპიულზე მინიმუმ და აქ კიდე გიწევს ძალიან ბევრი შრის გაჭრა, დიდი 12 სანტიმეტრიანი განაკვეთით, ძალიან დიდი ინვაზიური ტექნიკების გამოყენება, რომ შეაღწიოს საშუალო ზონაში, ამოიყვანონ ნაყოფი, მერე ეს გაკერო ეს ყველაფერი და აი მერე იწყება პრობლემები, რეაბილიტაცია და გართულება. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ისევ და ისევ, სანამ საკეისრო კვეთას ავირჩევთ. რაც შეეხება ჩვენებებს არსებობს მიზეზი შევა იყოს ბავშვის გამო, და ნაყოფის გამო დაჭირდეს დედას საკეისრო კვეთა ან დედის ჩვენებებით და ყველაზე ესეთი აბსოლუტური ჩვენებები არსებობს, როდესაც მაგალითად პლაცენტა ფარავს საშუალო ზონის ყელს, პლაცენტის წინდებარეობა, რადგანაც ვაგინალური გზით ფიზიკურად ვერ მოხდება ნაყოფის დაბადება ან გარსებული მიმაგრება ჭიპლარის წინდებარეობა, მსგავსი მდგომარეობები ნაყოფის გარდმდებარეობა, რადგანაც ასევე ვაგინალური მშობიარობა შეუძლებელია. ასევე არსებობს ნაყოფის ხრივი, მაგალითად ნაყოფის სხვადასხვა განვითარების მანკები, რადგანაც შეიძლება გახდეს საკეისრო კვეთა საჭირო და ნაყოფის დისტრესი, რომელიც სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩვენება შეიძლება გახდეს, როდესაც საშუალო ზონის ყელი არ არის სრულად გახსნილი, თავი არ არის ჩამოსული, იმისათვის რომ ვაგინალურად დავამთავროთ მშობიარობა და გადავდივართ საკეისრო კვეთაზე. ასევე და რაც მნიშვნელოვანია, როდესაც ვატარებთ ინდუქციას, მაგალითად, ან პაციენტი არის მშობიარობაში, ესეც უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ მე ხშირად
ხდება ხოლმე სიტუაციები პრეტენზიის მიზეზი არის ხოლმე რომ აი ამდენი საათი მშობიარობდა და მაინც მერე გაუკეთეთ საკეისრო და თუ საკეისრო ჭირდებოდა თავიდანვე რატო არ გაუკეთეთო ხო? კი, სამწუხაროდ ესეთი შეხედულება არის ხოლმე რომ რა ქვია ვაგინალური მშობიარობა აუცილებლად უნდა იყოს მალე, მაგრამ არა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია საკეისრო კვეთის სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ანუ სამშობიარო მოქმედების სისუსტის გამო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ტარდება საკეისრო კვეთა, იმიტომ რომ ყელის წინსვლობა არ არის თავი წინ არ მოდის, ყელის გახსნა არ პროგრესირებს, ვიყენებთ საშუალებებს, ანუ აღძვრას, ინდუქციას, სტიმულაციას, მაგრამ წარუმატებელია, იმიტომ რომ შეიძლება ან სისუსტე არის ისე და ისე საშუალოსნო ვერ მოდის საკმარისად ტონუსში და ვერ ხდება ბავშვის დაავადება, ან დისპროპორცია ნაყოფის თავის და მენჯის და ამის გამო არ გვაქვს წინსვლობა და გვჭირდება საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ შემთხვევაში არის ხოლმე ხო რა ქვია ხშირად რომ აი თუ ისევ საკეისრო დამჭირდა, რატომ მანამდე არ გავაკეთეთ, ხო? ამ კითხვით ხოლმე ძალიან ბევრი მოგმართავს ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის, ხო, რა ქვია, ჩვენზე დამოკიდებული ის უშუალოდ სამიანო მდგომარეობაა და ისე გართულება, რომელსაც ეს სამშობიარო მოქმედების სისუსტე იგივე დღევანდელ ლიტერატურაში დისტოციად არის, რა ქვია, მოხსენებული და ამ შემთხვევაში გადავდივართ ხოლმე აი ამ სტიმულაციაზე, აღძვრაზე და თუ ეს წარუმატებელია ხოლმე, რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთით სრულდება ხოლმე. ანუ ასეთი ისინი, რა ქვია, შემთხვევები. მაგას წინასწარ ვერასდროს ვერ განსაზღვრავ, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც რისკ ფაქტორები, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ შესაძლებელია აქ სამშობიარო მოქმედების სისუსტე ან დისპროპორცია ჩამოყალიბდეს კლინიკურად ვიწრო მენჯი, მაგალითად დიდი ნაყოფი, რომლის დეფინიციაც სხვათა შორის საკეისრო კვეთის ჩვენებებში, აი სადაც ჩვენებებზე ვსაუბრობთ, აქვე ვახსენოთ, რომ პირდაპირ საკეისრო კვეთის ჩვენება ადრე იგულისხმებოდა 4500 გრამზე მეტი ნაყოფი, დღეს ამერიკულ გაიდლაინებში მაგალითად 5000 გრამი არის მოწოდებული ნაყოფის წონა, რომ პირდაპირ მოსაოდნელი წონა, რომ გაიყვანოს საკეისრო კვეთაზე ესეთი პაციენტი. თუმცა ეგეც რა თქმა უნდა ზუსტი არ არის, სენსიტივობა არ არსებობს მაღალი, რომ ეკოსკოპიამ გვითხრა, რომ 5000-ია, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად 5000 გრამი იქნება. ჩვენ გასინჯვასთან ერთად და სხვა მარკერებთან ერთად თავის გარშემოწევობა და ასე შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაყოფი ნამდვილად დიდია და ესეთი პაციენტი ვერ იმშობიარებს და 5000 გრამი, ესე იგი, გესტაციური დიაბეტის გარეშე პაციენტებში და 4500 გრამი ისეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ გესტაციური დიაბეტი, იმიტომ რომ ასეთ ნაყოფებს ცხიმოვანი სოგნის გადანაწილება მხრის სარტყელში უფრო მეტად აქვთ, სხვანაირი გაცხიმოვნება აქვთ და მხრის დისტოციის რისკი იზრდება და ამიტომ ის რომ ხარი მშობიარობის ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში გაიჭედოს და ამიტომ ამ შემთხვევაში 4500 გრამზეც მოწოდებულია საკეისრო კვეთით მშობიარობა. კი ბატონო, გეთანხმებით. და აქვე ვახსენოთ რა არის ნაადრევი მშობიარობა, იმიტომ რომ პაციენტებს ხშირად აინტერესებთ რასთან აქვთ ხოლმე საქმე, ან რაღაც სპეციალურ შესაბამის მკურნალობებს რო ატარებთ, რა მკურნალობებია ნაადრევი მშობიარობის დროს. კი ბატონო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ვფიქრობ, რომ ესეც სოფლიო მასშტაბით ამის პრობლემა დგას, რა ვქვი, სამწუხაროდ ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ნაადრევი მშობიარობები, მაგრამ უკვე როგორც შენახსენე, წინასწარ ამას ხოლმე ვერ გავთვლით რა რაღაცეებს არის მედიცინაში სამწუხაროდ, რასაც წინასწარ ამას ხოლმე ვერ ვსავსრავთ, მაგრამ ვისაუბრებ იმ რისკ ფაქტორებზე, რა შემთხვევაშიც რა შეიძლება რომ უფრო მეტად ყურადღებით ვიყოთ როგორც ექიმები, ასევე პაციენტები. თუ წინაურსულობაში, რა თქმა უნდა, იყო უკვე ნაადრევი მშობიარობა, ამ შემთხვევაში უკვე გაზრდილი რისკი არის, რომ ამ შემთხვევაშიც დასრულდეს ორსულობა ნაადრევი მშობიარობით, მრავალნაყოფიანი ორსულობაც ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის, ასევე რაიმე ინფექცია თუ არის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არის გაზრდილი რისკი, თუ საშუალოსნოს ყელის უკმარისობა არის, ამ შემთხვევაში არის 25 მილიმეტრზე ნაკლები უნდა იყოს, ხო, რა ქვია საშუალოსნოს ყელი, რომ ჩვენ ჩავთვალოთ საშუალოსნოს ყელის უკმარისობად და დღევანდელ ლიტერატურაში ასევე ნახსენები არის 24 კვირამდე განვითარებული
აი ეს უკმარისობა უფრო მეტ ალბათობას, რა ქვია, წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობის. ამიტომ დროული ინფორმირებულობა და ექიმთან ვიზიტი, რა თქმა უნდა, ამას მაქსიმალურად შეამცირებს, იმიტომ რომ დღესდღეობით მედიცინაში არსებობს ისეთი მკურნალობის მეთოდები, რომლითაც ამას მაქსიმალურად ავირიდებთ, ხო? ის რომ მაქსიმალურად შევძლოთ შეფერხება აი ამ ნაადრევი მშობიარობის პლუს ამას არსებობს დექსამეტაზონით, რასაც ვაკეთებთ, ხო? რა ქვია, ნაყოფის ფილტვების მომწიფებას, რასაც ვეძახით ხოლმე, სწორი სამედიცინო ის არის, რომ შევამციროთ პრევენცია რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების, ხო? ამ შემთხვევაში ამას ვაკეთებთ ხოლმე და პლუს ამას ნევროლოგიური გართულებების თავიდან აცლების მიზნით ვიყენებთ ხოლმე მაგნიუმის სულფატს ასევე. ამ შემთხვევაში არის ის ესე რომ ვთქვათ ინსტრუმენტები და იარაღები, რა შემთხვევაშიც რა ქვია შეგვიძლია რომ ჩვენ ვებრძოლოთ მოკლედ ამ ნაადრევ მშობიარობას. და თვითონ მკურნალობის მეთოდები, აი თქვათ თუ ყენი დამოკლდა, რა საშუალებები გვაქვს, რომ ეს პროცესი ცოტა გადავავადოთ, ან შევაჩეროთ. მადლობა შეხსენებისთვის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რახან საშუალო ყელის უკმარისობას შევეხეთ, არსებობს საშუალო ყელზე ცირკულარული ნაკერის დადება, რა თქმა უნდა, არსებობს ასევე სილიკონის რგოლის მოთავსება, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს იმდენად დიდი მტკიცებულებები, ესე რომ ვთქვათ და ევიდენსი, რომ ამის წარმოებას მაღალი პესარი, ხო? პესარისაც ეძახიან, რა კი ბატონო, მაგრამ არ არსებობს ამის მაღალი რეკომენდაცია, ესე რომ ვთქვათ, რომ ეს ჩავატაროთ ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, საშუალო ყელზე ცირკულარული ნაკერის წარმოება ეს მნიშვნელოვნად ამცირებს განვითარების რისკს, ხო? ხო, ეს მაკდონალდსის სერკლარის ეძახიან და კიდევ ყარიც არსებობს ასევე ხო, უფრო ინვაზიური მეორე ტიპის უფრო მეტად ინვაზიური, კი ბატონო. აბდომინალური დაორსუნებამდე, როდესაც ესეთი რაოდენობის შეწყვეტები არის. ენდოსკოპიურადაც ხდება, კი ბატონო, ლაპარასკოპიული მეთოდით ხდება აბდომინალურად ამის წარმოება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ განვითარების რისკი. ხო, და პროგესტერონი ეს რა თქმა უნდა. რომელიც დღეს მხოლოდ 200 მგ ვაგინალური ან ორალური ფორმით, ამაზე მეტი დოზა აღარ არის მოწოდებული. ხო, და დავამატებდი ასევე იმ ჩივილებს, ესე რომ ვთქვათ, რა შემთხვევაშიც ის დროული მიმართვა ექიმთან მაქსიმალურად შეამცირებს იმ რისკებს, ხო? ეს შეიძლება იყოს წელის ტკივილი, შეიძლება იყოს მუცლის ქვედა არეში დაჭიმულობა და დისკომფორტის შეგრძნება, ასევე სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, შეიძლება ამის მიზეზი გახდეს, ამიტომ ეს დროული ექიმთან ვიზიტი და მიმართვა მოკლედ ძალიან შეამცირებს ამის განვითარების რისკებს. ნებისმიერი ჩივილი მოკლედ მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მიმართონ ესეთ შემთხვევაში თავის მეანს პაციენტებმა და ნახონ რა არის მიზეზი, იმიტომ რომ სითხოვანი გამონადენი კონდეს და უბრალოდ სეკრეტი იყოს, ან მცირე სისხლოვანი გამონადენი, რომელიც არ იყოს ესეთი მნიშვნელოვანი ან რაღაცა ყელიდან იყოს გამონადენი, რომელიც არ იყოს მაინდა-მაინც ნაადრევ მშობიარობასთან დაკავშირებული. ამიტომ ნებისმიერ ჩივილი უნდა იყოს უბრალოდ შესწავლილი და დადგინდეს მიზეზი რა იყო ამ ყველაფრის, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. შემდეგი შეკითხვა მექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ორსულობაში, რომ აი ეს გართულებები, სამიანო გართულებები რაც არის, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან, მაყურებლამდე რომ მივიტანოთ ეს ინფორმაცია, ეს არის ორსულობის პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზია, ხო? ეს ქრონიკული იქნება, პრეეკლამსია იქნება, გესტაციური ჰიპერტენზია იქნება, თუ რაც იქნება, აი ამაზე რომ ვისაუბროთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, ესე რომ ვთქვათ. ხო, ან პირველ რიგში დიფერენცირება, აი სწორად ახსენეთ, რომ არსებობს ქრონიკული ჰიპერტენზია, არსებობს გესტაციური ჰიპერტენზია და მერე პრეეკლამსია და პრეეკლამსია მძიმე ნიშნებით. თუ ორსულობის 20 კვირამდე არის განვითარებული ჰიპერტენზია, თუნდაც პირველად, ან ორსულობამდე არსებული ჰიპერტენზია ქონდა პაციენტს, ეს არის ესენციური ან მეორადაც რაიმე სხვა პათოლოგიიდან გამოწვეული, ამას ქვია ქრონიკული ჰიპერტენზია. და ეს არის ორსულობით გამოწვეული. ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია, რომელიც 20 კვირიდან პირველად დადგინდება პაციენტთან
შეიძლება იყოს გესტაციური ჰიპერტენზია, ან შეიძლება იყოს პრეეკლამსია. ამას უკვე დამატებითი ან კლინიკური ნიშნები, ან ლაბორატორიული მაჩვენებლები გვიჩვენებს. ან გესტაციური ჰიპერტენზიაც პრეეკლამსიის ერთ-ერთი ფორმად შეიძლება განვიხილოთ, თუმცა არა იმ სიმძიმით, რაც პრეეკლამსიას ახასიათებს. და ეს არის რაღაცა სხვადასხვა კლინიკური მარკერები, რომლითაც ვსაზღვრავთ ხოლმე პრეეკლამსიის არსებობას და მერე უკვე წნევის მაჩვენებლით დამატებით, თუ არის მაგალითად 160 ან დიასტოლის შემთხვევაში 100-ზე მეტი, უკვე პრეეკლამსიის მძიმე ნიშნებამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული გართხმულობაა. ანუ ორსულობის და პაციენტების რო გავმარტოთ, პრეეკლამსია ან გესტაციური ჰიპერტენზია არის როდესაც წნევა პაციენტს აქვს 140 სისტოლური შემთხვევაში ან დიასტოლური შემთხვევაში 90 და მეტი, თუ საუბრობთ მძიმე ნიშნების გარეშე 4 საათის ინტერვალით რო გადაზომავ და ისევ მაღალი რჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ან გესტაციური ჰიპერტენზია, ან თუ მე დამატებით კვლევებს შევატარებთ, ან პაციენტს შესაბამისი კლინიკური ნიშნები აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკა მაგალითად გამოხატული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პრეეკლამსიასთან გვაქვს საქმე და ეს პაციენტი შესაბამისად უნდა იმართოს. დღეს უკვე საბედნიეროდ 21 საუკუნეში პრევენციაც ძალიან დაიხვეწა პრეეკლამსიის, მართვაც და ამის გამო ჯერ უკვე ხდება პრეეკლამსიის განვითარების გადავადება, ანუ უფრო გვიან ვადებზე რომ დაეწყოს ორსულს, ან საერთოდ მისი პრევენცია სხვადასხვა საშუალებებით და შემდგომ უკვე თუ პაციენტს დაეწყო პრეეკლამსია, ეკლამსიური გულყრის. ეკლამსია არის, როდესაც უკვე ამ ყველაფრიდან გამომდინარე პაციენტს უვითარდება გულყრა. მისი პროფილაქტიკაც საკმაოდ კარგად არის უკვე შემუშავებული და ეკლამსიური გულყრამდე აღარ მიდის ხოლმე პაციენტი. მე მაგალითად არასდროს არ მინახავს ეკლამსიური გულყრა, იმიტომ რომ ისე ხდება ხოლმე მისი მართვა, დროული მოქმედებები ჩარევა უკუნა არც მე ხო რა თქმა უნდა. არა, ხო, არ გვინახავს. აი არსებობს ესეთ რაღაცა სპორადული შემთხვევები ალბათ საქართველოშიც, არ და ადრე დედათა სიკვდილობაში ერთ-ერთი პირველი ადგილი ეჭირა ჩვენს ქვეყანაშიც და დღეს უკვე მსოფლიოში მესამე ადგილზეა დედათა სიკვდილობაში, ყოველწლიურად 50,000 ქალი იღუპება ამ ესეთი სერიოზული დაავადებით და ძირითადად 90%-ზე მეტი მოდის დაბალი განვითარების, ანუ განვითარებად ქვეყნებზე, ძირითადად შუა აზიის ქვეყნებზე, სადაც ჯერ პროფილაქტიკა და მართვა პრეეკლამსიის არ არის შესაბამის დონეზე დახვეწილი და ნუ ზოგადად პირველ ადგილზე დედათა სიკვდილობის მიზეზებში არის სამიანო სისხლდენები, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ჩვენთვის. თვითონ პრეეკლამსია რომ მივხვდეთ რა არის და რასთან გვაქვს საქმე, თავიდან სანამ საერთოდ წნევის გაზომვა არსებობდა, ხო? და ორსულ პაციენტებს არც რა თქმა უნდა პრეეკლამსია და ეკლამსია ესე არ არსებობდა დიაგნოზი, თუმცა ორსულ პაციენტებს ემართებოდათ გულყრა. და აქ მივხვდნენ რომ რაღაცა სერიოზულ გართხმულებასთან ჰქონდათ, ორსულობის გართხმულებასთან საქმე, მე მივხვდნენ რომ მხოლოდ ორსულნებს ემართებოდათ. მერე უკვე ეს ძველი წელთაღრიცხვით, მაგალითად ძველ ეგვიპტეში პაპირუსებზე არის მსგავსი რაღაც აღწერილი, რომ ორსულ ქალს ემართება ეკლამსიური გულყრა, შემდგომ უკვე ძველ საბერძნეთში დააკავშირეს ეკლამსიური გულყრა, ანუ ისე ორსულს ემართებოდა და ეს ეკლამსიაც ბერძნული სიტყვაა და ელვას ნიშნავს, ანუ იმდენად სწრაფად პრეეკლამსიაც საშიში, იმიტომ არის რომ ძალიან სწრაფად შეიძლება ესეთი პაციენტი დამძიმდეს, თუნდაც იყოს პრეეკლამსია უბრალოდ მძიმე ნიშნების გარეშე, ხო? და უცბად გადავიდეს ეკლამსიაში და პაციენტს განვითარდეს გულყრა. ამიტომ ქვია ელვა თვითონ ეკლამსიას და ძველი ბერძნების მოკლედ არისტოტელე მიხვდა რომ პლაცენტა იყო მიზეზი, ორსულობა იყო პირველ შემთხვევაში და პლაცენტა იყო უпростоრეთ ამას მიხვდა რომ ერთ-ერთი ნაყოფის და დედის ურთიერთქმედების ორგანო იყო, მისით ხდებოდა ნივთიერებათა ცვლა და უკვე მე შუა საუკუნეებშიც
როდესაც წნევის გაზომა ჯერჯერობით არ არსებობს, არ იციან რომ ეს ჰიპერტენზიული გართულება, უბრალოდ ორსულ პაციენტს ისევ და ისევ უვითარდება გულყრა და ეს რაღაცა სითხეების ბალანსის დარღვევას უკავშირებდნენ და მკურნალობა იყო მაგალითად ზედმეტ სითხეს, ანუ ფნებოტომიას და სისხლის გამოშვებას მიმართავდნენ და ეს ეგონათ მისი მკურნალობა, თუმცა არ იცოდნენ რომ წნევა აქვს პაციენტს და მე უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს, უпростоრედ და მე-20 საუკუნის დასაწყისში, უკვე როდესაც მოხდა შარჩი ცილის აღმოჩენა მაგალითად, ერთ-ერთი სერიოზული ნახტომი იყო და მიხვდნენ რომ ორსულ პაციენტს, რომელსაც უვითარდებოდა მკვეთრი შეშუპება ან გულყრა, ესეთ პაციენტებს ჰქონდათ შარჩი ცილა. და ამიტომ იყო რომ მე უკვე როდესაც წნევის გაზომვაც დაერთო თან და ესეთი სიპიონ რივა როჩი იყო იტალიელი ინტერნისტი მოკლედ, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადატრიალება მოახდინა პრეეკლამპსიის დიაგნოსტირებაში, გამოიგონა უბრალოდ წნევის მექანიკური მანჟეტიანი საზომი, რომელმაც ძალიან გაამარტივა წნევის გაზომა, იმიტომ რომ აქამდეც არსებობდა რაღაც სპეციალური ხელსაწყოები, უბრალოდ ურთულესი იყო და იშვიათი და ვერ ზომავდნენ ესე წნევას მოკლედ და მარტო სისტოლას ზომავდა თუ არ ვცდები და ამ ადამიანმა შექმნა მანჟეტიანი წნევის საზომი იტალიის რომელიღაც ქალაქში და იქაურ სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა. და სხვა შორის უღარი განაცხადა დაპატენტებაზე და აქედან რამე სარგებლის მიღებაზე, ესე მედიცინას თავისი გამოგონება გადასცა და მე უკვე იმდანაც გაითქვა ამ გამოგონებამ სახელი, რომ ამერიკიდან ჩამოვიდა კუშინგი, ესეთი ცნობილი ექიმი, რომელიც კუშინგის დაავადება რომ არის აი მაგ ექიმის სახელი ქვია ამ დაავადებას და ამერიკაში უკვე დანერგა და ესე მასობრივი წარმოება დაიწყო და უკვე ორსულ პაციენტებთან მიხვდნენ რომ ეს იყო ჰიპერტენზიული დაავადება და დამატებით რომ ესეთ პაციენტებს თირკმლის პათოლოგია ჰქონდათ შარჩი ცილა და ამის შემდგომ უკვე განვითარდა და გამარტივდა პრეეკლამპსიის დიაგნოსტირება. და შესაბამისად უკვე არსებობს საბედნიეროდ პროფილაქტიკის და პრევენციის გარკვეული საშუალებები, რასაც მიმართავთ ხოლმე და ასევე პრედიქციის, ანუ განსაზღვრის გარკვეულ პაციენტებში რამდენად აქვთ მომატებული რისკი. ეს არის ეკოსკოპიური საშუალოს არტერიებში შესაბამისი მაჩვენებელი თუ ბიოქიმიური მარკერები, რაც გვეუბნება, რომ ეს ამ პაციენტს შეიძლება გარკვეულ პროცენტში ამ ვადაში განვითარდეს პრეეკლამპსია და რა სიმწვავით განვითარდება, ისიც შეიძლება ვივარაუდოთ და შესაბამისად მართოთ უკვე ესეთი ორსულები. აი ეს ინფორმირებულობა, რაზეც ახლა შენ ისაუბრე, ნიკო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს ესეთი სამიანო გართულებების მხრივ და აი რატომაც ახსენე შენ ხო ამ წნევასთან ასოცირებული პრობლემები სამწუხაროდ ორსულები ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამას ვერ გძნობენ, ხო? წნევის განვითარებას და გვიან მიმართავენ ხოლმე უკვე ექიმს და მიანებს. ამიტომ აი ეს ძალიან ხო, წნევის გაზომა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახსის. მით უმეტეს ამის რისკი მე-13 ტრიმესტრშია მომატებული და სასურველია რომ პაციენტებმა თავისთაც აკონტროლონ წნევა და აი ეს მინდოდა რა ქვია მე თქვა რომ ხაზი შემთხვევაში მიმართავენ გამისვა რომ აი ეს არტერიული წნევის კონტროლი და ადროული მიმართვა რა თქმა უნდა აი ამ ყველა გართულებებს მაქსიმალურად ავირიდებთ და გამოსავლის უკეთესი გვექნება. კი, ნამდვილად და ეხლა ასევე ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემაზე, მრავალნაყოფიან ორსულობაზე ვისაუბროთ. მრავალნაყოფიანი ორსულობა. ორსულებს ვეუბნებით ხოლმე რომ ეს არის გაორმაგებული, რა ქვია, სიხარული, მაგრამ აი ამ გაორმაგებულ, რა ქვია, სიხარულთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს გაზრდილი და გაორმაგებული რისკებიც, ხო? ამ შემთხვევაში ორსულებს აქვთ ხოლმე რაც ყველაზე მეტად მე მეკითხებიან და ალბათ რა ჩვენს გეკითხებიან რომ გონიათ ხოლმე რომ მრავალნაყოფიანი ორსულობა აუცილებლად ნიშნავს საკეისრო კვეთას და რაც ასე არ არის, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს მრავალნაყოფიანი ორსულობის ტიპები, ხო? რომ ეს ქორიონალური ტიპი მოკლედ აუცილებლად უნდა იდენტიფიცირდეს რა ტიპის ორსულობასთან გვაქვს საქმე. პლუს ამას აუცილებლად მნიშვნელობა ენიჭება პირველი ნაყოფის მდებარეობას. ამასთან ერთად აუცილებლად ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება და ეს ინფორმაცია უნდა კონდეს ორსულს, რომ ანტენატალური ვიზიტების უფრო მეტად მჭიდროდ არის, ხო? და ანუ სხვანაირი მართვა ჭირდება, ესე რომ ვთქვათ, მრავალნაყოფიან ორსულობას, პლუს ამას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს გესტაციის ასაკს, როგორც უკვე ვისაუბრე, პლუს ამას პირველი ნაყოფის მდებარეობას და ამის მიხედვით ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, თქვათ, მშობიარობის თავით უნდა მეთოდი იყოს და პირველი ხო, კი რომ ბატონო, ვაგინალური მშობიარობა შეუძლოთ, ხო? კი ბატონო, ყველაზე მეტად აი ეს აქვთ ხოლმე ეს ორსულებს ამის შეკითხვა, რომ აპრიორი გონიათ, რომ უნდა იყოს აუცილებლად საკენსრო კვეთის გზით დასრულებული ეს ორსულობა, მაგრამ ასე არ არის, რა თქმა უნდა და აი ამ კლინიკურ მდგომარეობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შემდეგი შეკითხვა არის ტკივილი ორსულობისა და მშობიარობის დროს. პრაქტიკულად, რა ვიცი, მე არ მახსენდება პაციენტი ორსული, რომ რაიმე სახის ტკივილზე არ ქონოდა ჩივილი რა. ძირითადად წელის ტკივილი, ან ბოქვენის არეში, მენჯის არეში ტკივილი, ქვემო კიდურების კუნთების, აი ნებისმიერი ყველა ვადაზე რაღაც სახის ტკივილი მაინც აწუხებთ ხოლმე მუცნის განსაკუთრებით, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო ვადა იზრდება, საშუალოსნო ტონუსში მოდის, ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვები ეწყება პაციენტს და ესეც ტკივილია და ამაზეც მოგმართავენ ხოლმე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორსულობა თვითონ ეს მდგომარეობა ადუნებს მისახსრების ადგილებს, ყესების მიმაგრების ადგილებს, იოგებს, ზოგადად სახსრებს და აქედან გამომდინარე პაციენტებს უფრო მარტივად ეწყებათ სხვადასხვა ადგილის ხელოვნის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საჭიროა პერიოდულად ვარჯიში, აქტიურად ყოფნა და რეკომენდაცია არის, რომ კვირაში 5 დღე, დღეში 30 წუთის განმავლობაში რაიმე სახის ფიზიკურ აქტივობას აკეთებდნენ. ეს არის გასეირნება, ან აკვაერობიკა, ან ცურვა, იოგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კონტაქტური სპორტი და ტრავმული, რომ რაიმე ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს და ორსულობას. დანარჩენი სხვა ყველაფერი მისაღებია, ან გარკვეული შემთხვევები, როდესაც რაღაც მაღალი რისკის ორსულობა სხვადასხვა მდგომარეობის დროს შეიძლება გავუწევთ რეკომენდაცია, რომ არ ივარჯიშონ მაგალითად. სხვა შემთხვევაში აუცილებელია და ძალიან დაეხმარებათ თვითონ ამ ტკივილების შემცირებაში და მერე მშობიარობის პროცესში. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ რეკომენდაციას უწევთ ორსულობის დროს ვარჯიშს და მერე უკვე ბოლოს ტკივილს და ყველაზე მთავარი რის გამოც ირჩევენ ხოლმე საკენსრო კვეთას, ხო? მშობიარობის შიში გამოწვეულია ტკივილიდან, ხო? და აქ შეგვიძლია დავამშვიდოთ პაციენტები, რომ არსებობს ეპიდურული გაუტკივარება, ეპიდურული ანალგეზია, რომელსაც ჩაყენებიდან დაახლოებით 10 წუთში სრულად გაყუჩდებიან, საერთოდ ტკივილს ვეღარ იგრძნობენ და მთელი მშობიარობის პროცესი ინფუზომატით, ანუ სულ შემანარჩუნებელი დოზა წავა კათეტერში, მუდმივად გაყუჩებულები იქნებიან და დამატებით თუ ცოტა უფრო მეტად იგრძნობენ ტკივილს, თვითონვე დაიმატებენ სპეციალური გადამცემით ყოველ 15 წუთში ერთხელ. ის რა ქვია, მნიშვნელოვანი დღესდღეობით, რომ არსებობს უშუალოდ ორსული და მშობიარი მართავს აი ამ ტკივილებს, ხო? ანუ ანესთეზიოლოგის გარეშე, რა ქვია, თვითონ იმატებს აი ამ გამაყუჩებელს, ასე რომ ვთქვათ, რაც ძალიან კომფორტული არის, რა ქვია, ყველასთვის და პირველ რიგში თვითონ მშობიარისთვის. ხო, ან ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძლიერი არგუმენტი, რომ აი ტკივილის ეშინიათ, ეგეც შეგვიძლია ამ მარტივად ეპიდურული ანალგეზიით მოხსნათ ეს ტკივილი და ამის გამო შეიძლება გადაიფიქრონ საკენსრო კვეთის ჩატარება მოკლედ და ძალიან კარგი მეთოდია. ხშირად აინტერესებს პაციენტებს და ეკოსკოპიაზეც ხშირად ეუბნებიან, რომ საშუალოს ჰიპერტონუსი გაქვთ და ეს რამდენად საშიში არის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხშირი მომართვა არის ხოლმე ამის ირგვლივ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ რადიოლოგები ხშირ შემთხვევაში ეუბნებიან ხოლმე, რომ აი აღინიშნება საშუალოსნოს ტონუსი და ორსულები ხოლმე ხშირად მოდიან ხოლმე, რომ აიმე ტონუსი მაქვს და რას მირჩევთ და რა გავაკეთო. ადრე ხოლმე ჩვენ ალბათ ვერ მოვასწარით ამ იმას, რა ქვია, პერიოდს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხოლმე სახშიც რეკომენდაციას აძლევდნენ, რომ მოსვენებით რეჟიმი ქონოდათ და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ დღესდღეობით ესე არ არის, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ საშუალოსნოს ტონუსი მისი ფუნქციიდან გამომდინარე არის და არა რაღაცა მაგალითად პათოლოგიისა, ხო? მაგრამ აუცილებლად უნდა განისაზღვროს ამის
კლინიკური მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არსებობს ასევე ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვები, სადაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, რომელიც უფრო მეტად გვიან ორსულობის ვადებში იწყება ხოლმე ესეთი არარეგულარული დაჭიმვები, ესე რომ ვთქვათ, შეკუმშვები რაქვს საშუალოსნოში, რაც ასევე ფიზიოლოგიური არის და ნორმალური არის, ხო? მაგრამ თუ ამას ერთვის, რა თქმა უნდა, ან სისხლოვანი გამონადენი, ან უკვე ეს არარეგულარული შეკუმშვები გადადის რეგულარულ შეკუმშვებში და ასე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა განისაზღვროს, შეფასდეს და ექიმის მიერ უნდა მოკლედ ინახოს ესეთი შემთხვევები. ამ შემთხვევაში ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ ესეთი შეკუმშვები, რომელიც არის ფიზიოლოგიური, ეს არის საშუალოსნოს ტონუსი, რომელსაც არანაირი ჩარევა და მედიკამენტები არ საჭიროებს. საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამას გვეუბნებიან, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთ დაჭიმულობას არ ჭირდება არანაირი მედიკამენტი, მკურნალობა ან პრევენცია. ნიკო, კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ყველაზე მეტად საყურადღებო ნიშანი, რაც შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდში, ეს არის ნაყოფის საშუალოსნოს შიდა ჩამორჩენის, სინდრომი, ხო, შეფერხების. აი ამ შემთხვევაში რომ ვისაუბროთ და ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ. დეფინიცია ჯერ ვთქვათ, დეფინიცია რა არის, ანუ გესტაციურ ვადასთან შედარებით, ანუ პაციენტი მაგალითად არის 26 კვირის და გესტაციურ ვადასთან შედარებით დიდი ან მცირე ზომის ნაყოფი, ხო? და ეს გამოითქმება პოპულაციურად პერცენტილებში. ყველა ვადაზე პოპულაციიდან გამომდინარე ვიცით რამდენ პერცენტილს საშუალოდ უნდა შეესაბამებოდეს ნაყოფი. და თუ არის 90%-ზე მეტი იმ პოპულაციიდან გამომდინარე იმ ვადასთან შედარებით არის დიდი ვადისთვის და თუ არის 10%-ზე ნაკლები არის გესტაციურ ვადასთან შედარებით მცირე ზომის ნაყოფი. და შემდგომ უკვე მოდის ზდაში ჩამორჩენა. ანუ ამის დიფერენცირებაც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს გესტაციურ ვადასთან შედარებით მცირე ზომის ნაყოფი, თუმცა არ იყოს პათოლოგია და იყოს კონსტიტუციურად პატარა და არ იყოს მაგალითად ის, რომ თავის გენეტიკურ პოტენციალს ვერ მიაღწია. ამიტომ ამის დიფერენცირება შეიძლება მოახდინოთ, თუ მაგალითად არის გესტაციურ ვადასთან შედარებით მცირე ზომის 10%-ზე ნაკლები და კარგი დოპლერია, სანაყოფის სითხე ნორმაშია, სერიულ ულტრაბგერაზე წონა მატულობს, თუმცა რჩება 10%-ზე ნაკლები, მაინც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უბრალოდ კონსტიტუციურად პატარა და ნორმად. და თუ უკვე არის 3%-ზე ნაკლები, მაგალითად, პირდაპირ სხვა რო ყველაფერი ნორმაში იყოს, სხვა მარკერები, როგორიც არის მაგალითად სანაყოფის სითხე ან დოპლერი, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ზდაში შეფერხება, ან თუ არის 10%-ზე ნაკლები, მაგრამ დამატებით გვაქვს გამოხატული მცირეწყლიანობა და პათოლოგიური დოპლერული მაჩვენებლები, ესეც უნდა მივიჩნიოთ როგორც ზდაში შეფერხება და უკვე ირთვება მექანიზმი შესაბამისი მართვის, მონიტორინგის, ასეთი ნაყოფების და მომზადება ასეთი ორსულების თუ დაგვჭირდა ნაადრევი მშობიარობა, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევებში ისეთი დარღვევები არის დოპლერული, რომელსაც უკვე მშობიარობა და ნაყოფის გარეთ გამოყვანა ჭირდება, იმიტომ რომ აღარ არის ხელსაყრელი გარემო საშუალოსნოს შიგნით. და ასევე უნდა ვახსენოთ, რომ მარტო ის, რომ 10%-ზე ნაკლებია, არ არის მარტო ეგ მარკერი, არსებობს ასევე სერიულ ულტრაბგერებს რო აკეთებ, მაგალითად მაღალი რისკის ორსულობის, რომელსაც აქვს რისკი ზდაში შეფერხების და შეიძლება პერცენტილებში ნორმაში ჯდებოდეს, თუმცა არ იყოს წონაში მატება, ხო, ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ეს ნაყოფი ვეღარ მატულობს წონაში, ეკოსკოპიურად საზღვრავთ წონას და აქაც უნდა მივიჩნიოთ, რომ გვაქვს საქმე ზდაში შეფერხებასთან. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ შეიძლება განსაზღვროთ წონა და პერცენტილები გამოთვალოთ და იყოს ნორმალური. ამიტომ ესეც საყურადღებოა და მცირეწყლიანობაზე კიდე აქ საინტერესო მექანიზმი ვახსენოთ რატო ვითარდება, ხო, რატო შეიძლება გამვითარდეს მცირეწყლიანობა, ან შეიძლება პაციენტმა წყლები დაღვაროს
და ამიტომ მე ეკოსკოპიურად ნახულობ და წყნები მცირეა და თუ წყნების დაღვრასთან არ გვაქვს საქმე და მით უმეტეს თუ მაგალითად ნაყოფის მხრივ რაიმე ხო აი თქვათ ნაყოფის პატარა ცირკულის აგენეზი ან რაიმე ხო ეგ ხო გამოვლინება, რა ესე თქმა რომ უნდა, ხო? მიზეზებში ხო როდესაც პატარა ვადიდან გაქვს მცირე წყნარობა შეიძლება რაღაცა საშარდე სისტემის განვითარების პათოლოგია იყოს ნაყოფთან მაგრამ აი მაგალითად ზდაის შეფერხებასთან იმიტომ მინდოდა თქვა რომ მაგალითად პლაცენტა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას არის პრეეკლამსია მაგალითად და ვითარდება ზდაში შეფერხება მე უკვე ორგანიზმი ნაყოფის სისხლის მიმოქცევა ცდილობს სისხლის ცენტრალიზაციას გადაისვრის ცენტრალურ ორგანოებში გულში და თავის ტვინში სისხლს და საშარდე სისტემას მიეწოდება ნაკნობი და ნაკნობის შარდი გამოიყოფა შესაბამისად წყნებიც ნაკნებია სანაყოფე სითხე და ამ მექანიზმით ვითარდება მცირე წყნარობა ამიტომ აუცილებლად როდესაც ეკოსკოპიურად გვეტყვიან რომ არის სანაყოფე წყნები შემცირებული ყურადღებით უნდა ვიყოთ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი რატო შეიძლება ეს განვითარებული იყო იმიტომ რომ თუნდაც ეს რამდენად საყურადღებოა და წყნების დაღვრაც კიდე თავის მხრივ რომ მე აღმავალი ინფექცია არ განვითარდეს ესეც საყურადღებოა და ამიტომ შეიძლება ან სარკეებში გაისინჯოს ესეთი პაციენტი ან ამნიო ტესტი ჩავატაროთ და დავადგინოთ რეალურად არის თუ არა წყნების დაღვრა და შესაბამისად მართოთ ესეთი პაციენტი